როგორც მახასიათებს ხოლმე შემთხვევით ჰავაიზე მოვიხდინეთ თავი, ესე იგი გუშინ ღამე მეგობრებთან ერთად უყურებდით ფილმს ინდოეთზე, რაღაც იქ ვიყავით გადართული. მე რო დამთავრდა ფილმი, გამთენიისას უკვე რა, ესე ვთქვათ პატარათი ვილაპარაკეთ სხვადასხვა ქვეყნებზე რაღაც და რაღაცაზე ვახსენეთ ჰავაი და ამ დროს ინტერნეტში რაღაცა პროტა ისე მოძებნა და მეთქი ესე მეთქი ხო არ წავიდეთ უცბად რა. და ერთის ენტერს უკვე დაწოლილიაო და თუ შეგიძლია 2 საათში იყო აეროპორტშიო და მეთქი რატომაც არა და ესე მოვხდი უცბად. ასე რომ ეს დღეები აქაურობას დაგათვალიერებინებთ. ესეთი ულამაზესი სანაპიროებით, გადამხარეს ულამაზესი მთები, ეხლა გაჩვენებთ მთებსაც და ხვალიდან, ანზეგიდან, ან მაზეგიდან, მე სხვადასხვა კუნძულებსაც. ესე მიახლოებით რომ ზადეთ ესეთი ლამაზი მთიანია უკან ამხარეს. ასე რომ, აბა, დროებით და არ მოისკენოთ რა. ჰონოლულუ როგორ ის დავტოვეთ, ისევ ისე არის, ისევ ისე გზე ლამაზად ანათებს, ისევ ისე ქთევზებით ლამაზად ესე ერთობიან, ზოგი მზეს ეფიცხება. დავედით ეხლა ჰონოლულუს სანაპიროები დაგათვალიერებით. მეგობრებო, ეს არის სუპერ ენერგიული ადგილი რა და რატო? იმიტომ რომ ფაქტიურად ჰავაის კუნძულები არის მოთავსებული დიდ კონტინენტებს შორის, აგეთქვიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტინენტი ამერიკის, იქით მხარეს ევრაზიის და ავსტრალია და ანუ ფაქტიურად ნახევარი დედამიწა რაც არის წყნარი ოკეანე, წყნარი ოკეანის შუაშია. ფაქტიურად ყველა კონტინენტიდან თითქმის ერთი და იგივე მანძილია რა. როგორც საქართველო არის ევრაზიის ცენტრში, ხო, პირდაპირ შუაში, ისე არის ეს მეორე მხარე, მეორე დედამიწის პირდაპირ ცენტრში. ულამაზესია რა. თუ კიდე რამე გეგულებათ ესეთი ენერგიული ადგილი, მოგწერეთ კომენტარში. როგორ გუგუნებს რა, გუგუნებს. წყნარი ოკეანე ავაღელვეთ. არც ისეთი წყნარი არის. მეგობრებო, ვიშასვლის ფერების ესეთი უნდა რა. ესაყარლია სამყარო რა. საინტერესო ადგილი მინდა გაჩვენოთ და სანამ გაჩვენებთ, მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ. ჰავაიზე კი არის ამერიკის ერთ-ერთი შტატი, მაგრამ სრულიად განსხვავდება ბევრი რაღაცა და მათ შორის დასახელებები. აქ დასახელებები შედგება რამოდენიმე ასო თუ იცი, იმ ასოზე არის დანარჩენი აგებული. აქ არის პოპულარული ასო L ასო, Laura Lali ასო, L ასო თვითონ.
აგე კლასო, ყობა კახა და ასე შემდეგ, ფასო, ჰამლეტი, ჰორუსა და ასე შემდეგ. ხოდა ამასოებზე არის აგებული ყველაფერი, მ და ნ კიდე. ანუ მაგალითად, კოალაკაო, ვააკიკი, ლულუ ალა და აი ესე არის მთელი ქუჩები და ყველაფერი. ანუ სხვა შტატებში სადაც წახვიდე, ხო არის მაგალითად აი ნებრასკას ქუჩა, აიოვას ქუჩა, ბრაიტონი, მანჰეტენი და ასე შემდეგ. ხო არის რაღაც ეს ქუჩები მე მეორდება სხვა ქალაქებში ყველგან. აი თან გაჩვენებთ რა ადგილი უნდა მეჩვენებინა. ნახეთ აი ესეთი ხი არის, ძალიან დიდი ვებერთელა ხე და აი ამ ხის გარშემო არის აშენებული აი ეს სავაჭრო ცენტრი მთლიანად. ნახეთ აი ეს ხეზე როგორ არის პატარა ქოხივით გაკეთებული და აქ მთელი აღწერილობა პირველად როგორი იყო ამ ხეზე მართლა რო იყო სახლი და მერე რის გამო გააკეთეს აქ გარშემო სავაჭრო ცენტრი. ეს არის ხის ესე ტოტები ჩამოშვერილი კიდე მიწაში მერე კიდე ფესვები ჯდება, ეს არის ცენტრალური და მერე დანარჩენები არის აი ესე გარშემო. ეს უკვე ქვევიდან როგორ გამოიყურება ეს ფესვები და ამ ფესვებში მოთავსებული არის ყველაფერი აბსოლუტურად შეგერგოს. აი ესეთი საინტერესო ხე და ხის გარშემო აშენებული პატარა სავაჭრო ცენტრი. და რაც შეეხება რასაც ვიზახდი რომ ანუ ეს კ-ლ და ჰ-ში და ასე შემდეგ ეს არის ან კომენტარებში მე სურათებს გადავუღებ ქუჩებს და დავდებ და მე ნახავთ როგორ არის ანუ ამასოებზე აქცენტი. მეგობრებო, ჰავაიზე კიდე რამოდენიმე სიტყვა. შარშან და შარშანწი რეკორდი მოხსნა ამერიკაში ყველაზე მეტი უსახლკარო ცხოვრობდა ჰავაიზე. იმიტომ რომ კოვიდი რო დაიწყო, ძალიან ბევრი ადამიანი წამოვიდა და უბრალოდ ვერ გაუძლეს დოგმამ რაღაცა ბიუროკრატიული ქვეყანა გინდა არ გინდა, რაღაცის გადასახადები ყველგან, ნუ რაღაცა ქირა სიტუაცია და რაღაც და აქ ამინდის გამო მოდიოდნენ და აქ უსახლკაროდ ცხოვრობდა უამრავი ადამიანი. წელს ისევ განწმენდა გააკეთეს, განწმენდა თუ გაწმენდა. არ ვიცი, თქვენ მერჩიეთ როგორ უნდა ვილაპარაკოთ სწორედ. ხო და უამრავი ადამიანი გადაასახლეს ისევ კალიფორნიაში. კალიფორნია ისედაც რეკორდსმენი იყო უსახლკაროების. ხო და ვინც არ გადასახლდა რაღაცა ვერ სასამართლოთი და რაღაც სიტუაციებით ვერ ჩაატარეს ისე როგორც საჭირო იყო, იმათ ცალკე აუშენეს პატარა რაღაცა ქოხებივით და ცოტა ისე ანუ ტურისტებისგან შორს გაუკეთეს დასაწოლი ადგილები, ანუ და ღამის გასათენებელი ადგილები. აქ ტურისტები საკმაოდ ესე ბევრი არიან. ზესეთი ცხებიან. ისე რომ აქ ამინდის ყოველთვის კარგია. კალიფორნიისგან განსხვავებით, რა განსხვავებაც არის კალიფორნიიდან, ერთი ის არის, რომ ფაქტურად კალიფორნიაში და ლოს-ანჯელესის მხარეს და უფრო ქვევით თითქმის არ წვიმს, ანუ შეიძლება წელიწადში სულ იწვიმოს 4 ან 5 დღე. და აქ კიდე ცოტა ისეთია, აი წამოცინსკლავს გადაივლის და უფრო ესე გორებისკენ არის ხოლმე სულ ისა რა ქვია, რო ცინსკლავს და ცინსკლავს რა. აი მეგობრებო, ესეთი მაუი ცეკვის გაკვეთილები. ესე უფასოდ შეგიძლიათ მოხვიდეთ, აქამდე ჩამოსვლა იქნება ფასიანი სავარაუდოდ. ხო და მე უკვე შეგიძლიათ ესე მოხვიდეთ ნებისმიერ ადგილას, თითქმის ყველა სანაპიროსთან ესე არის ცეკვების პატარა სკოლასავით რა. მზის ჩასვლის ფონზე ულამაზეს გარემოში ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ისრაელის შესრულებით Somewhere Around the World.
გადავდივართ შემდეგ ულამაზეს გარემოში. ხოლმე ესეთი ულამაზესი ბუნება მაქვს მშვენიერება. ესეთ ლამაზ მშვენიერ ადგილას ვართ. ეს არის იაპონური ბუდისტური ხრამი, რომელიც ესე ულამაზეს ბუნებაშია ჩაფრული. ხედავთ აი ზემოთ ესეთი კლდოვანი თები, ესე ტბაში ოქროს თევზები და ესე იგი ეს ააშენეს საპატივცემულოდ იაპონელების პირველი მიგრაციის შემდეგ. და ახლა მივალთ ზარზეც დავრეკავთ. ანუ ფაქტიურად ეს ბუდისტური ხრამი არის, ბუდისტური კი არის, მაგრამ ყველა რელიგიისთვის არის ღია და აქ შეხვედრები ტარდება, ქორწილები ტარდება, ანუ სხვადასხვა რაღაცებისთვის შეგიძლიათ აიღოთ და ჩაატაროთ ამბები თქვენც. ნებამ რო არ მოიწყინოს, ესე ავახმაურებ. ამათად გაგვიწევდა, ეხლა ვარ ბოტანიკურ ბაღში. ეს ეხლა ბაჯაღლოლარესი იწყება რა. Get your cameras ready, take the first pose, the GQ look. Okay, second pose please. Oh, that is Wow. One more time for Kupal. Nice and loud for Kupal. Just give me a slide for all the movement. აი მეგობრებო, ასწავლიან დაწნას, როგორ დაწნათ ფოთლებით. Need to sanitize your hands before you do this. But before we do that, we do a blessing. As a Hawaiian protocol, we do the blessing. აი მეგობრებო, ესეთი გოჭი პირდაპირ. გორია? აი მეგობრებო, ესე თამაში. That's wonderful. Round of applause. Great job, everybody. Excellent. Lima into the Aunaki to create burning particle dust. Transfer the burning particles into the husk. Lono Makua, the fire maker. This is the knowledge of fire. You are beautiful mountain.
called the Pukidi. Where the rain is well known. Shall I stay? Would it be a sin აი ესეთი ბედნიერი სახეებია მეგობრებო რა და